ინფორმაციით ტრამპმა მიაღწია სამშვიდობო შეთანხმებას და ხელშეკრულება დაიდება ჰამასის განიარაღებასთან დაკავშირებით. არ ვიცი ეს როგორ შეიძლება საქართველოს დაუკავშიროთ, მაგრამ ალბათ მაინც საინტერესოა და მოგვიყევით რა ვიცით ამის შესახებ, რა მნიშვნელობის მატარებელია ეს შეთანხმება. თეა სამწუხაროდ შენი ხმა წყდება. როგორც მე ვხვდები, შენ მე კითხვა დამიცვი ჰამასთან დაკავშირებით და მის შესაძლო განიარაღებასთან დაკავშირებით. დიახ ბატონო ვალერი. და რეჟისორს თქვა იქნებ გაასწოროს ჩვენი კავშირი. ხო, თუ შეიძლება რომ გაასწორონ კავშირი, იმიტომ რომ შენი ხმა წყდება და მე კარგად არ მესმის კითხვის არცი, მაგრამ მე მივხვდი რომ საუბარი არის ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. დიახ, ამ მოლაპარაკების განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო ირანის პროქსების განიარაღება, ძირითადად ეს არის ჰეზბოლა და ჰამასი. ასევე შეიძლება ამათ მივაკუთვნოთ ამ მოძრაობებს ხუსიტები იემენის და სიმართლე გითხრა, ვიდრე ჩვენ არ ვნახავთ ამ საბოლოო შეთანხმებას, დადებულს და შესრულებულს. რთულია რამე ვივარაუდოთ, იმიტომ რომ რამოდენიმე ჯერზე ჩვენ უკვე ვნახეთ სამწუხარო რეალობა, რომ თითქოს და მიღწეული შეთანხმება უმალვე ირღვეოდა. და პირველ რიგში ეს არის, მე ვფიქრობ, დაკავშირებული იმ სამწუხარო ფაქტთან, რომ დღესდღეობით მოლაპარაკებებში ვინც წარმოადგენს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ესენი არიან პარლამენტის სპიკერი გალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი არახში რეალურად ვერ წარმოადგენენ, არ აქვს სრულფასოვნად უფლება მიცემული ირანის დე-ფაქტო მართველი ძალებისგან, რომ წარმოადგინონ საკუთარი მხარე. შესაბამისად, პრობლემები ექმნებათ შემდგომ ირანში დაბრუნების შემდეგ, როდესაც მთავარ მოლაპარაკებლების მიმართ ქუჩებში ისმის შეძახილების სიკვდილი არახშის და სიკვდილი გალიბავს, რთულია მდგრად პოზიციაზე ილაპარაკო ირანის ისლამური რესპუბლიკის და ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ძალიან ვიწროა იმის შესაძლებლობა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა დამკვიდრდეს ირანის ირგვლივ. ვფიქრობ, რომ დიდი შეტევა და ასე ვთქვათ, იერიშები ამერიკელების მხრიდან არის პრაქტიკულად გარდაუვალ. ბატონო ვალერი, მე მინდა წავიკითხო მაყურებლისთვისაც მათ შორის დღეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, პუტინის უახლოესი მოკავშირის და მისი მასწავლებლის დუგინის განცხადება, რომელიც ასეთ რამეს ამბობს. იმის თქმა, რომ თავს კარგად ვგრძნობ, არ შემიძლია. მე განგაშის შეგრძნება მაქვს, რადგან რუსეთზე დარტყმები ძლიერდება. განგაშის ნოტები ისმის ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს პოლიტიკაში, შეუძლებელია ვერ შეამჩნიო თუ როგორ იზრდება უკმაყოფილება ადამიანებში და ვერ იტყვი, რომ ამას უკრაინელი პროპაგანდა ამტკიცებს. რაც შეეხება თავად უკრაინელებს, მე გავეცანი ვრცელ ინტერვიუს, რომელიც ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრმა პოდოლიაკმა განაცხადა და ასეთი რამ თქვა. რუსეთი ემზადება საყოველთაო მობილიზაციის და ქვეყნის ჩაკეტვისთვის. ამ ზამთარს მოსალოდნელია მასშტაბური დარტყმები უკრაინაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მოუწოდებს მთელს ცივილიზებულ სამყაროს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს, გააძლიეროს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე? თითქოს ისე ჩანს, რომ უკრაინა გარდამტეხი ეტაპისთვის არის მზად და ეს ეტაპი დადგა. ვხედავთ სკეპსის რუსულ მედიაშიც, მათ შორის პროპაგანდისტებშიც, მაგრამ ვხედავთ შიშებს მათ შორის ოპოზიციურ უკრაინულ მედიაშიც. დიახ, ჩვენ რამოდენიმე თვეა განსაკუთრებით, ბოლო რამოდენიმე თვე, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპერატიული და სტრატეგიული ინიციატივა გადადის უკრაინელების ხელში და დუგინის აი ესეთი ინტერვიუ არის ამისი ნათელი დადასტურება. რამოდენიმე ირიბი ძალიან იმისთანა ნიშანი ჩანს, რომ პუტინის ასე ვთქვათ სრული კონტროლი
რომელიც მას ჰქონდა, უწინარესყოვლის სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეს ბზარებს იძლევა უკვე და ამისთანა ასე ვთქვათ, უპირობო მონური დამორჩილება უკვე იქაც ადგილზე აღარ არის. აი, ბოლო დროს თუ მიაქციეთ ყურადღება, იყო ძალიან ისეთი ნიშანდობლივი ამის გამოვლინება, როდესაც ბატონი ვოლოდინი, რომელსაც Android-ს უწოდებენ და ეს ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შეფასება, ეპითეტი. გაცილებით უარესებით მოგვისმენია მის მიმართ, ეთერში ამას უბრალოდ ვერ გავიმეორებ. ხო, ერთ-ერთ შეკრებაზე სახელმწიფო სათათბიროში, მან ტრიბუნიდან მოუწოდა დეპუტატებს, რომ გაემეორებინათ მის მიერ წამოწყებული შეძახილები. პუტინის სამშობლო გამარჯვება და ამას იმეორებდა რამოდენიმე წუთის განმავლობაში. კი ბატონო, წამოდგნენ დეპუტატები ფეხზე, აშიც დაუკრეს, მაგრამ ამ შეძახილების გამეორებაში იქ მყოფი რამოდენიმე ასეული დეპუტატიდან ერთსულოვანი არ ყოფილა. ხო, არა, საერთოდ არავინ არ გაიმეორა ეს შეძახილები, რაც იყო რამოდენიმე თვის ან ერთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი რამე. თვითონ პუტინიც ახლა საქართველოშიც იყო ამ ტიპის შეძახილების მცდელობა, მოისმინეთ ალბათ ის სატელეფონო რჩევები და რეკომენდაციები, რომელსაც დიმიტრი სამხარაძე რეგიონების ხელმძღვანელების მისამართით გასცემდა, იძლეოდა, რომ საქართველო არ არსებობს ივანიშვილის გარეშე. რაღაცნაირად ერთ-ერთში მეორდება რიტორიკა და პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს თავის ქვეყანაში და უნდაც გაატარონ საქართველოშიც. კი ბატონო, გარკვეული პარალელები შეიძლება ჩვენ გავავლოთ, მაგრამ ეს იყო აი სუფთა რაზეც ვოლოდინზე რაც მოვყევი, ეს იყო სუფთა გადმონაშთი ყოფილი ჩვენი კომუნისტური წარსულიდან, როდესაც ხშირად კომკავშირულ და პარტიულ ყრილობებზე, ასე ვთქვათ, ასეთი შეძახილებით ამთავრებდნენ შეხვედრებს. ლენინი, პარტია, კომკავშირი და კომუნიზმი და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ეს უკვე აღარ მუშაობს. ფაქტი არის, რომ რუსები იხდიან უკვე საკმაოდ მაღალ ფასს ომში. ვიდრე რამოდენიმე თვით ადრე ეს საერთოდ არ იყო დღის წესრიგში და მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, დანარჩენი შიდა რუსეთის ტერიტორიები ბედნიერად ცხოვრობენ, მაგრამ ახლა ეს ძალთა ბალანსი დარღვეულია, ბატონო ვალერი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ნავთობის საწყობებზე თავდასხმა გადაიზარდა ვალდბერისის საწყობებზე თავდასხმაში. ომის ვალდბერის ახლა ბევრი კითხულობს, რომ რატო აღარ უტევს უკრაინა გადამამუშავებელ ქარხნებს. მაგრამ უკრაინა არ უტევს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ახლა ხან დამთავრდა შეკეთება, თქვათ, იმ დანგრეული ინფრასტრუქტურის და გარწმუნებთ, რომ შეკეთებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტევს უკრაინა, იმიტომ რომ მათი შეკეთება იმას ხო არ ნიშნავს, რომ ისინი ჰაერ-სისტემებით არიან ახლა დაცულები. ისინი აბსოლუტურად დაუცველები არიან, უბრალოდ ესე იგი ეს დამთავრდება იმით, რომ ნათელი გახდება ყველასთვის, რომ ეს არის უბრალოდ გადაყრილი 10 მილიონი დოლარის ინვესტიციები, რომელიც განწირულია შემდგომი განადგურებისთვის. ამას უკრაინელები ძალიან მარტივად დაადასტურებენ და უკვე დაადასტურეს, იმიტომ რომ მიიტანეს გუშინ ღამე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში, მაგრამ ეხლა რა მინდა მე ვთქვა, რომ თავარი შეცდომა, რაც დაუშვა პუტინმა, იყო ის, რომ მან გადაიყვანა ეს ომი რესურსების ომში, გამოფიტვის ომში. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მაგას ესა რუსეთს რესურსები უფრო და უფრო ეზღუდება და უკრაინას ეს რესურსები და უფრო და უფრო უფართოვდება, იმიტომ რომ მთლიანად ევროპის კავშირი არა მხოლოდ, არამედ ევროპა თავისი დიდი ბრიტანეთით, ხომ, დაუდგა გვერდში უკრაინას და ეხლა ეკნობიან სრულიად ახალ კონცეფციას, რომ ჩვენ დავეხმაროთ უკრაინას, იმიტომ რომ გადავარჩინოთ უკრაინა კი არა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, იმიტომ რომ უკრაინის უსაფრთხოება არის ზოგადად საერთო
ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. და ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტია არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი უკრაინა. და აი ამ გამოფიტვის ომში რუსეთის რესურსები არის მილევადი, ეს ძალიან ნათლად ჩანს. ბიუჯეტის დეფიციტში, რეგიონების ბიუჯეტები პრაქტიკულად არის დანგრეული. წარმოიდგინეთ, რომ 10 მილიარდი დოლარით შეამცირა წელს ხარჯები, ომის ხარჯები პუტინმა ამ ვითარებაში, ესე იგი, სხვა გამოსავალი არ ქონდა უბრალოდ. ხაროები, ახალი ასე ვთქვათ, რესურსების მოზიდვის ეზღუდება სირთულეები აქვს ადამიანური რესურსის შევსების თვალსაზრისით, რაც დუგინმაც აღიარა, სხვათა შორის და ბევრი რამე სხვაც აღიარა. ამიტომ ეხლა ჩავარდა რუსეთი ცუღცვანგის მდგომარეობაში, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა აუარესებს მის ვითარებას, მაგრამ აი დღეს პუტინი რო დათანხმდეს ომის შეჩერებაზე და შეწყვეტაზე არსებულ ხაზზე ის სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს, თუნდაც იმიტომ, რომ მიეცემა საშუალება პუტინს რაღაცნაირად მაინც გამოასწოროს ვითარება ყირიმში. ანუ მიაწვდის იქ ბენზინს, იმიტომ რომ შეწყდება ომი და ეს დროებით მაინც ის სახმელეთო დერეფანი, რომელიც აკავშირებს რუსეთს ყირიმთან, იქნება შენარჩუნებული მის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ. ბატონო, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა დასავლეთიდან და ცდილობენ საერთო მაგიდაზე დასვან ზელენსკი და პუტინი სწორედ ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე. ხო, ცდილობენ. რუბიომაც თქვა, რომ დიახ, ეს წითელი ხაზები ორივე მხარის ერთმანეთს არ უახლოვდება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ამის გაკეთებას, პერსპექტივას ვხედავთ. ალბათ პერსპექტივას იმაში ხედავს რუბიო, რომ მას აქვს უკვე სერიოზული არგუმენტები, ანუ კარტები, რომელიც მას დაურიგა ზელენსკიმ თავისი ამ შეტევითი პოტენციალის ზრდის ხარჯზე და უხატავს პუტინს ყოველ შეხვედრაზე ან ლავროვს, უხატავს იმ არასახარბიელო პერსპექტივას, რომელშიც რუსეთი გარდაუვლად აღმოჩნდება რამოდენიმე თვის შემდგომ. და ეხლა ბოლო-ბოლო სრულიად არ აქვს რუსებს დაკარგული ანალიზის უნარი და ამის იმედი აქვს ასევე რუბიოს, რომ შესაძლებელია ორი მხარის დაჯენა მაგიდასთან სხვათა შორის. ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინფორმირებული ადამიანი არის კირილო ბუდანოვი დღეს. არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სოფლიოში და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ყოფილი უშიშროების დიახ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლებელია შემოდგომაზე ომის ცხელი ფაზის შეწყვეტა. და ეს მე ვფიქრობ არის ძალიან სერიოზული ადამიანის ძალიან სერიოზული განცხადება, რომელიც ეყრდნობა აქ მნიშვნელოვან საკუთარ საინფორმაციო წყაროებს და არა მხოლოდ უკრაინას. ბატონო ვალერ, თქვენ ამბობთ, რომ ომის ცხელი ფაზის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთი შეეცდება ახალი ძალები მოიკრიფოს და გააძლიეროს ყირიმის დაცვა რუსეთის სასარგებლოდ. პარალელურად Financial Times-ში დაბეჭდილ ინტერვიუში ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პირობა მისცა ზელენსკის, რომ პატრიოტის წარმოების ლიცენზიას დაუთმობდა, ახლა ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ამ უფლებას მისცემს უკრაინას. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნუ მე ვფიქრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ ის აძლიერებს მარკო რუბიოს მოლაპარაკებების პოზიციებს რუსეთთან, ანუ რუსეთის ცხვირწინ საბოლოოდ არ ხურავს კარს. და ამბობს, რომ აი მე ამაზე კიდევ ვფიქრობ, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები და ამის შეფასება შესაბამისად მე თუ ვერ დავინახე რუსეთის მხრიდან, მე ან ნაბიჯს ნამდვილად გადავდგა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოლაპარაკების ამ მოდელზე იყო ასევე საუბარი ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის მაგრამ მაშინ რატომ მისცა პირობა, რომ პატრიოტის ლიცენზიას გადასცემდა, პატრიოტების წარმოების ლიცენზიას? ეს ხო უმნიშვნელოვანესი არის ახლა უკრაინაში. მაგრამ ამ პირობის მიცემის დროს ალბათ ასე თქვა, რომ მე აუცილებლად თქვენ მოგცემთ ამის შესაძლებლობას, თუ ჩვენ ერთობლივი ძალებით ვერ დავარწმუნეთ რუსეთი, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. ამ შემთხვევაში ნამდვილად ამას მიიღებთ ხო და ამის განვითარება იყო ეს პოზიცია ტრამპის, როდესაც მან ეს პრაქტიკულად იყო გზავნილი არა უკრაინელებისთვის, არამედ რუსებისთვის, რომ მე ჯერ კიდევ ვფიქრობ,
და სანამ მე ვფიქრობ, თქვენ გაქვთ კიდევ შესაძლებლობა, რომ დათანხმდეთ სამშვიდობო შეთანხმებას და გადავიყვანოთ მოლაპარაკებები დიპლომატიურ სიბრტყეში. აქედან გამომდინარე ყველა შედეგი. აი ახლა უკვე მინდა გადავინაცვლოთ საქართველოსკენაც. გასულ კვირას ჩვენ ვნახეთ შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გაჟღერებით. ასევე ვნახეთ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, აღარ გასცემს შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 წლიან ვიზას, მაგრამ დღეს ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ამ პერსპექტივაზეც გითხარით თქვენეული ხედვა. ხო, ძალიან კარგია თუ ბატონი ირაკლი ასე ვთქვათ, ინარჩუნებს ოპტიმიზმს, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტები არ მეტყველებენ მაგის სასარგებლოდ. ამისთან მიდგომების სასარგებლოდ მე დავინახავდი სხვანაირად ამ პროცესს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ქართულ ოცნებას და საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ ამერიკელებთან ურთიერთობები ასე ვთქვათ, გადაიყვანოთ უფრო ასე ვთქვათ, თანამშრომლობის უფრო მაღალი ხარისხის ფაზაში, ვიდრე ევროპელებთან და ამას ვხდით იმით, რომ ევროპელები უფრო მეტად ეყრდნობიან ღირებულებების სისტემას და შესაბამის პრინციპებს საერთაშორისო ურთიერთობაში, ვიდრე ამერიკელები, რომლებსაც აქვთ უფრო ტრანსაქციონალური ხასიათის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია. მაგრამ ამასთან ერთად იმასაც ვამბობდით სულ, რომ მიუხედავად ამისა არის რაღაც წითელი ხაზები, რომელზეც ვერანაირი ამერიკული ადმინისტრაცია ვარს ვერ იტყვის და ეს ხაზები არის ადამიანის უფლებები. პირველ რიგში და აი ამერიკის საელჩოს ბოლო განცხადებაში ზუსტად ეს გამოჩნდა, რომ ეს არის უპირველესი ამერიკელებისთვის და ამ უგუებელყოფას ადამიანის უფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევებს ამერიკელები ვერ შეეგუებიან. და ეს სრულიად ჯდება იმ ხედვაში, რომელიც ამერიკელებმა ძალიან მწყობრად წარმოადგინეს საქართველოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდგომ, რომ მათ სჭირდებათ საქართველოში სტაბილურობა, მათ შორის სტაბილურობა იმისთვის, რომ გახორციელდეს ანაკლია, ვინაიდან ეს არის ამერიკელების ინტერესში, მაგრამ ეს სტაბილურობა მე ვფიქრობ, რომ რჩება აუცილებლად რჩება, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი, რომლებიც ასე აქტიურად მუშაობენ აზერბაიჯანულ-სომხეთის ურთიერთობების გამყარებაზე და სამშვიდობო შეთანხმების დადებაზე, ეს ჯგუფი ასევე მუშაობს რეგიონალურ კონტექსტში, მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე და შესაბამისად საქართველოზე. საქართველო არის ამ ერთი მთლიანი დიდი ფოკუსის ამერიკელების, რომელიც არის მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ, ამ ხედვის, ამ მთლიანად დიდი ხედვის ნაწილი. და აქ ხედავენ და ჭირდებათ საქართველოს როგორც სტაბილური პარტნიორი, ამ სტაბილურობის თანამონაწილე აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიცია და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ეს არის ამერიკელების მიდგომა, ამის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, რის შედეგადაც საქართველო ჩამოყალიბდება როგორც სანდო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონში და ამის ნაწილი იყო ზუსტად და ამაზე დამატებითი მითიდება იყო ამერიკელების ბოლო განცხადება, საელჩოს განცხადებას გულისხმობ. ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ შანსი ჯერ არ დაკარგულა მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან? შანსი არასდროს არაფრის არ იკარგება, შანსი ყოველთვის არის, შეიძლება ეს შანსი იყოს 1%, მაგრამ ეს შანსი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მე ახლა აქ შემიძლია, მე უბრალოდ მე ახლა აქ შემიძლია რომ ძალიან რთულია ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, გაანალიზო და მიხვდე
რა პრიორიტეტებით ხელმძღვანელობენ ქართულ ოცნებაში, რომელიც არის ძალიან დახურული პოლიტიკური სისტემა, ხო? და ეს ჩვენ ყოველთვის გვეუბნება ქართული ოცნება, რომ აი ძალიან კარგია გამჭვირვალობა, ამ გამჭვირვალობით, ესე იგი ამ ტრანსპარენტულობის პრინციპებით ამართლებენ იმ დრაკონულ კანონებს, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მიიღეს და ასე შემდეგ იმ ავადმხსენებელი აგენტების კანონის დაწყებით და დანარჩენი ყველა კანონით, მაგრამ თვითონ ასე ვთქვათ, ქართული ოცნება არ დემონსტრირებს გამჭვირვალობას საკუთარი საქმიანობის. სრულიად დახურული პოლიტიკური სისტემა. ამიტომ ეხლა ძალიან რთულია იმის განწყვეტა, თუ აი ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს იქ მსჯელობა და უპირისპირდება იქ სხვადასხვა აზრები ერთმანეთს თუ არა, მაგრამ ზოგადად რომ შეაფასონ საკუთარი ინტერესები რუსეთის გლობალურად შესუსტების ფონზე ზოგადად საზღვრების თელ პერიმეტრზე და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, უნდა მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესაჭიროებათ ძალიან დღეს გარღვევა რომელიმე ფრონტზე და სადმე თუ გარღვევა შესაძლებელია თეორიულად, პირველ რიგში ეს არის შესაძლებელი ამერიკის მიმართულებით. მაგრამ ამისთვის თავისთავად ეს, ასე ვთქვათ, არ შეიცვლება ეს რეალობა ახალი არ დადგება. თუ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა საკუთრივ თვითონ ქართულ ოცნებამ და არ დაადასტურა საკუთარი მგზაობა კომპრომისებისკენ, როგორც საგარეო პოლიტიკურ ველზე, ასევე შიდა პოლიტიკურ ველზე, იმიტომ რომ ეს ორი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ერთმანეთთან. კი ბატონო. ბატონო, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრება, კიდევ ერთხელ წავიკითხავ ჩემი